შემოგვიერთდა ფსიქოლოგი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიის პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ფსიქოლოგიის დოქტორი ირმა ხურცია. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ოჯახი და მისი როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ქალბატონო ირმა, მოგესალმებით, მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რამდენიმე დღის წინ თელმა ერმა ძალიან დიდი ზეიმით აღნიშნეთ 17 მაისი, როდესაც არის დაწესებული ჩვენი პატრიარქის მიერ ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე და სწორედ ამ თემას გვინდა გამოვეხმაუროთ და ამით დავიწყოთ. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ დღის დაწესებას და სახალხოდ საზეიმოდ აღნიშვნას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და შეიძლება სოციოლოგიური თვალსაზრისითაც, როგორც ფსიქოლოგს გეკითხებით, ვიცით რომ იყო კრიტიკაც, თქვათ, ზოგიერთი მიიჩნევს რომ არ იყო ესეთი ასე გამოყოფა ერთი კონკრეტული დღის, მაგრამ უმეტესობა და ერი მაინც უმეტესწილად ერთიანი ვართ, რომ უნდა აღინიშნოს ეს დღე. თქვენი აზრით, როგორც ფსიქოლოგი საინტერესო იქნება. Როგორი კრიტიკაც არ უნდა მოყვეს ამ დღესასწაულის დაწესებას, ცალსახაა, რომ მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ქართველისთვის ოჯახი ისეთივე ღვთაებრივი საუნჯეა, რომლებზედაც წმინდა ილია მართალი წერდა, ესენია მამული ენა სარწმუნოება და როდესაც 1978 წელს ქართულ ენას განადგურება დაემუქრა, უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და წინააღმდგა საბჭოთა ხელისუფლების მსაკრულ გადაწყვეტილებას, რომ გაეუქმებინა ქართული ენა როგორც სახელმწიფო ენა და სხვათა შორის შედეგად მივიღეთ ის, რომ დაწესდა ქართული ენის დღე და ამ დღეს უნდა ითქვას, რომ ყოველწლიურად გვირღულცავენ ევროკავშირის წარმომადგენლებიც. ეს არის საყოველთაო ზეიმი. ასეთივე საყოველთაო ზეიმს წარმოადგენს ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღის დაწესება ჩვენი პატრიარქის მიერ. ეს გახდა საყოველთაო ზეიმი, რომელსაც ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი ადამიანი უერთდება და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ოჯახი ყველასთვის უდიდეს ღირებულებას და ფასეულობას წარმოადგენს და მასობრივი ქცევა, რომელსაც საფუძვლად უდევს უდიდესი სიყვარული და სიხარული, ამ შემთხვევაში როგორც კონსტრუქციული ქმედება, ისე არის შეფასებული. მასობრივი ქცევა სოციალურ ფსიქოლოგიაში ასე განიმარტება, ეს არის მოქმედება, როდესაც ადამიანები, ინდივიდები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ერთგვარ რეაქციას გამოხატავენ ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. შესაძლოა მასობრივ ქცევას სიძულვილიც დაედოს საფუძვლად და ის ამ შემთხვევაში დესტრუქციული გახდება, მაგრამ ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ეს ქცევა მასობრივი წარმოადგენს სახალხო ზეიმს, სიხარულის და სიყვარულის შემცველია და უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმს ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს. ეს ერის გაერთიანებისთვის შეიქმნა ეს დღე და მაგალითი კადრებში ვხედავთ და ხედავთ ჩვენი ვინც არ იყო თქვა რაღაცნაირად თვითონ ვინც გაემიჯნა მან საკუთარი თავი გამიჯნა ამისაგან, იმიტომ რომ რეალურად მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ყოველი ადამიანისთვის განურჩევლად რელიგიური მრწამსისა ძვირფასია ოჯახი. იმდენად ძვირფასია ოჯახი, რომ უნდა ვთქვა, LGBT თემის წარმომადგენლებმაც კი გადაწყვიტეს, რომ ოჯახი შექმნან, იმიტომ რომ ოჯახს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თუმცა ეს რა თქმა უნდა დესტრუქციული ქმედებაა და სწორედ ამ ქმედებას აღუდგა წინ ქართველი ერი და გამოხატა აქ ერთიანი თავისუფალი ნება. ოჯახი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია, ეს ის არის, რისთვისაც ჩვენ ცოცხლობთ და რისთვისაც შეგვიძლია სიცოცხლეც გავწიოთ. და რომელზეც დგას ხო ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ ხედავთ როგორი ზეიმი იყო, რამდენი ხალხი გამოვიდა და რა თქმა უნდა ეს ხალხი ნამდვილად თავისი ნებით და არავის ძალით იქ არ მოუყვანია, ხო ფაქტია და ყველა თავისით მოვიდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში, ეპარქიებში, 10 რეგიონში იყო დიდი ზეიმი და ერი და ბერი ერთად იდგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. რა მნიშვნელობა ენიჭება ოჯახს ადამიანისთვის, ქალბატონო ირმა, პიროვნებისთვის, ინდივიდისთვის?
ოჯახს თითოეული ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და არა მხოლოდ პიროვნული განვითარებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებრივი აზრის თუ წყობის ფორმირებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახი და მე აქ მინდა ცნობილი ოჯახის ფსიქოლოგიის მკვლევარის ვირჯინია სატირის ამერიკელი მეცნიერის სიტყვები გავიხსენო. ის ამბობს, რომ ოჯახი არის სამყაროს მინიატურული მოდელი და თუ გსურს შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, ოჯახიც უნდა შევცვალოთ. და ის ჩამოთulis და არა მხოლოდ ეს მეცნიერი, უამრავი მეცნიერი, მათ შორის დიმიტრი ოზნაძეც ასახელებს ოჯახის იმ მთავარ ფუნქციებს, რომელიც სწორედ ოჯახის მნიშვნელობას განსაზღვრავს, როგორც ყოველი ადამიანისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ოჯახი არის ის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, ეს იქნება უმდაბლესი ფიზიოლოგიური თუ უმაღლესი პიროვნული განვითარების და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება. თუმცა ყველაზე მთავარი ოჯახის ფუნქცია მაინც არის რეპროდუქციული და გამრავლების ფუნქცია და სწორედ ამიტომ იყო, რომ მრავალშვილიანობა საქართველოსთვის, ქართული სახელმწიფოსთვის ისტორიული მოცემულობა იყო და ქვეყნის სიძლიერეს წარმოადგენდა. სწორედ მრავალშვილიანობამ შეინახა ქართული ოჯახური ტრადიცია, დაეფუძნა იმ პრინციპს, რომ ოჯახი არის მცირე ეკლესია და სწორედ აი ასეთმა ოჯახებმა მოიტანეს საქართველო დღემდე. დიახ, და თქვენ თავად ბრძანდებით მრავალშვილიანი დედა. ქალბატონო ირმა, ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ და მინდა რომ მეუფე შიოს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს ქადაგებიდან, რომელიც მან წარმოთქვა სწორედ ოჯახის სიწმინდის დღეს, პატარა ფრაგმენტი ამოვიკითხო. აბორტის ცოდვა შეეხო მეუფე შიო. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში. ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი, ქვეყანა არ იღებს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია. ჩვენ ამით ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე, ეს იყო ფრაგმენტი საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს ქადაგებიდან, რომელიც მან წარმოთქვა ოჯახის სიწმინდის დღეს და აი თქვენ შეეხეთ, რომ მრავალშვილიანობა არის ერთ-ერთი გამსაზღვრელი ქვეყნის სიძლიერის, ოჯახების სიძლიერის, ვინაიდან ოჯახი პირდაპირ არის დამოკიდებული ოჯახის სიმტკიცე ქვეყნის სიძლიერეზე და როდესაც თქვათ აი გაუცნობიერებლად ხდებოდა ჩვენ ვიცით წლების განმავლობაში ათეისტურ პერიოდში განსაკუთრებით აბორტის გაკეთება ქალბატონების მხრიდან და თქვათ მათ არც იცოდნენ რა ცოდვას ჩადიოდნენ, რომ ეს არის კაცის კulis ცოდვა. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი როგორც ფსიქოლოგის აზრი ძალიან საინტერესო იქნება და დღეს რა გამოსწორდა ამ თვალსაზრისით, თუ არის რაღაცა ტენდენცია გამოსწორების, ცნობიერების ამაღლების კუთხით გულისხმობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. მოსახდრემ კაფეოდ ჩამოაყალიბა თავისი სათქმელი და მას ამისთვის უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მე თავიდან ბოლომდე მოვისმინე მისი ორივე ქადაგება და გამიჩნდა განცდა, რომ ეს იყო თანამედროვე სამყაროს დინების საპირისპიროდ ცურვა. იმიტომ რომ დღეს თანამედროვე სამყარო არის ძალიან დიდი გამბედაობა, რა თქმა უნდა. დიახ, ძალიან დიდი გამბედაობა. ძალიან კარგად მკაფიოდ ჩამოაყალიბა ასევე რომ მნიშვნელოვანია აი ამ ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობის თემაზე ცნობიერების ამაღლება საზოგადოების დედის, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ ელისაბედ, ადამიანმა დედამ არ იცის, რომ ის კლავს სულს, რომ სული ჩასახვიდანვე ჩდება. თუ ბიოლოგიურ დონეზე სხეული არის მშობლების ნაწილი, მდგენელი დედის და მამისა, სული ასე არ არის. მშობლების სულების ნაწილი არ არის სული, რომელიც ჩასახვის დროს ჩდება, ის არის სრულიად თვითმყოფადი და უნიკალური და სწორედ სული აძლევს ადამიანს უნიკალურობას უკვე შემდგომში და დედებმა უნდა იცოდნენ, რომ სულს კლავენ და ტყუილად არ არის ხომ ეს სიტყვა ქართულში ორსული და ორსული არის პირველივე დღიდანვე ჩასახვის. ამიტომ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ საკითხის გარშემო მედია,
ტელევიზია ხომ განსაკუთრებით ასევე კინო, თეატრი, ლიტერატურა, ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ცნობიერების ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობა. და კიდევ ერთი ფრაზა, რომ ჩვენთვის დემოგრაფიულად პრობლემის წინაშე მდგომი ერისთვის, ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ ხომ, აბორტი კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის. თვითგანადგურების რეჟიმში ვართ. როგორც მე უკვე აღნიშნა, თვითგანადგურების რეჟიმში დგება და კიდევ ერთი მიმართულებით უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება, რა მოყვება აბორტს, რა ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი შეიძლება მოუტანოს მან ქალს. ფსიქოლოგებისთვის ცნობილია, რომ აბორტის შემდეგ აბორტი განიცდება როგორც სტრესი, ტრავმა ორგანიზმისთვის ნებისმიერ შემთხვევაში და ეს შემდგომში იწვევს პოსტტრაუმულ სტრესულ აშლილობებს, პანიკურ შეტევებს, დეპრესიას, აპათიას. ანადგურებს ქალის ორგანიზმს, უშვილობას იწვევს და ასე შემდეგ. სწორედ აი ამ კუთხით არის ასევე საუბარი აუცილებელი ქალებთან და აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეკლესიისთვის ჩიხი არ არსებობს და გამოსავალი ყოველთვის არის და როდესაც ეს მძიმე მდგომარეობა დაუდგება ქალს, ეკლესია აქაც სთავაზობს გამოსავალს ხომ აღსარების და სინანულის საიდუმლოს მადლით განკურნება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მდგომარეობისა შესაძლებელია. აი ვიდრე პრობლემებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ ოჯახების დამჯერებასთან დაკავშირებით ამ კუთხით თუ არის რა უარესებული, ასე ვთქვათ, სიტუაცია ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და რა არის სინამდვილეში მიზეზი, შეგვიძლია თუ რამაზეც ვისაუბროთ ოჯახების დამჯერების. მე უფეშიამ ამაზეც ისაუბრა, სხვათა შორის აღნიშნა, დღეს სტატისტიკურად საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს, განქორწინების რიცხვი გაიზარდა და მე უფრო აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და თეორიები სწორედ რომ ხელს უწყობენ ოჯახის დანგრევას, ოჯახისკენ არის მიმართული თანამედროვე თეორიები და ტექნოლოგიები და მე აბსოლუტურად ვეთანხმები მით უმეტეს ჩემს თვალწინ ხდება ტექნოლოგიებთან ურთიერთობა სხვა მიზეზებთან და თეორიები, სწავლებები, რომლებიც დღეს ასე გავრცელდა, დღეს თანამედროვე ადამიანს ყოველი მხრიდან, მედიიდან, თეატრიდან, კინოდან, წიგნიდან, ლიტერატურიდან მოუწოდებენ იმისკენ, რომ პირადი ინტერესები წინ წამოსწიოს. ეგოს წინ წამოწევისკენ მოუწოდებენ. არასოდეს არ ყოფილა ადამიანი ისეთი ეგოცენტრული, როგორიც დღეს არის, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ბრალი არ არის, იმ გარემოს ბრალია, რომელშიც ვიმყოფებით და მედიას და ეგრეთ წოდებულ ფსიქოლოგიურ თეორიებს ამაში დიდი როლი აქვს. მე თქვენს გადაცემაში არაერთხელ აღვნიშნე, რომ ვემიჯნები თანამედროვე ფსიქოლოგიურ თეორიებს, რომლებიც დაფუძნებულია ან სხვა რელიგიურ მწამსზე, ან ათეისტურ ხედვაზე. ჩვენ წარმოვადგენთ, მით უმეტეს აკადემიის წარმომადგენელი ვარ, ჩვენ წარმოვადგენთ ქრისტიანულ ფსიქოლოგიას და ჩვენთვის მთავარი ორიენტირი და მთავარი თეორია არის განწყობის ზოგადად ფსიქოლოგიური თეორია. ანუ რა განწყობებსაც შევქმნით, შემდგომ იმ ქცევას მივიღებთ, ხომ? გვასწავლის დიმიტრი უზნაძე და დღეს რა განწყობები იქნება? აი ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხშირად გვესმის, რომ აი ოჯახში უნდა მოერიდოთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, როგორც კი სიმძიმე ჩდება, ზოგიერთი ფსიქოლოგიური სკოლა გვეუბნება, რომ განერიდე, მაშინ როდესაც ქრისტიანობა ჩვენ გვასწავლის, რომ ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტეს. და იცხოვრეს ხვისთვის, ხო ეს არის ქრისტიანობა და მოყვასის. ანუ ის ღირებულებები, რაზეც დაეფუძნა ქრისტიანული ოჯახი, ეს არის თავგანწირვა, თავდადება, სხვისთვის ცხოვრება, მსახურება სხვისთვის. შეფასდა როგორც მსხვერპლობა, როგორც სისუსტე და როგორც ტოქსიკური ურთიერთობა და ბუნებრივია ეს ხელს უწყობს იმას, რომ დღეს განქორწინების რიცხვი ინგრევა და განქორწინებას როგორ ეწოდება, ხომ ქართულად ოჯახის დანგრევა. მარტო ოჯახი არ ინგრევა, ინგრევა თითოეული ოჯახის წევრი და ინგრევა სახელმწიფო. დიახ.
ქალბატონო ირმა და რომ ისე კი რეზიუმე გავაკეთოთ, აი ეს პრობლემები არსებობს, გამოწვევები არსებობს თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ ოჯახს რამხელა მნიშვნელობა აქვს და რომ ის არის საფუძველი და სიმყარე, სწორედ სახელმწიფოებრიობის და როგორ უნდა გავაძლიეროთ ოჯახები და როგორ გადავლახოთ ეს პრობლემები, რა არის გამოსავალი? ძალიან კარგი კითხვა. ეკლესია ამ მიმართულებით თავის მისიას ასრულებს. მე პირადად სახლში მაქვს სიგელი პატრიარქის, სადაც მრავალშვილიან მშობლებს გვიწოდებენ მამულისთვის თავდადებულებს. ეს არის სიტყვიერი მხარდაჭერა. ზოგჯერ თუ ადამიანი მოინდომებს, უდიდესი პრობლემაც კი შეიძლება მარტივად გადაწყვიტოს. მთავარი არის მონდომება. სახელმწიფომ უნდა მოინდომოს. თუნდაც ეს სიტყვიერი მხარდაჭერა გამოუხატოს მრავალშვილიან ოჯახებს, წაახალისოს ახალშექმნილი ოჯახები, პროგრამები შეიმუშავოს, რომელიც ოჯახის გაძლიერებას დაეხმარება. თუ მოინდომებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ძლიერი სახელმწიფო ძლიერ ოჯახზეა დაფუძნებული. ისევ მისავე საკეთილდღეო სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე და მატერიალურად მათ უზრუნველყოფაზე, ან თუნდაც სიტყვიერ მხარდაჭერაზე. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც თქვენ ბრძანეთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიის პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი 6 შვილის დედა ირმა ხურცია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.